აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის, მეომართა კავშირის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ერთობლივი ინიციატივითა და მხარდაჭერით ძიუდოს ტურნირი ჩატარდა. შეჯიბრი აფხაზეთის საომარ მოქმედებებში დაღუპული მეომრების ხსოვნის უკდავყოფას მიეძღვნა. ტურნირში მონაწილეობდნენ 2014-2017 წლებში დაბადებული გოგონები და ბიჭები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ტურნირის მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნის პატივისცემა და მათ მიმართ ცნობიერების ამაღლება იყო. ჩატარდა ძიუდოს ტურნირი, რომელიც მიეძღვნებოდა აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების სახელს და ყველა რეგიონიდან იყვნენ, მთელი საქართველოს რეგიონებიდან იყვნენ ახალგაზრდა მოზარდი ბავშვები და ძალიან კაია, რომ ასეთი ტურნირები ხშირად ჩატარდეს, რომ ჩვენ ახალგაზრდობამ იცოდეს რა იყო აფხაზეთში და ვინ აფხაზ აფხაზეთის გმირები. რა თქმა უნდა, ჩვენ აფხაზეთის მეომართა კავშირი ესწრებოდით, თვითონ კლუბის მეპატრონე ჩვენი აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრია და მეც ხშირად ატარებს ასეთ ტურნირებს და მადლობა მინდა დღეს მოგზაურებულ ხალხს მოუხადო ყველას. მე მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა მოუხადო ამ ბავშვების მშობლებს, წვრთნელებს. კიდევ ერთხელ ვადიდოთ და ვახსენოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირები. გუშინ იყო 16 მარტი, გუშინ წინ იყო 15 მარტი. ეს არის ის დღეები, რომელიც ოქროს ასოებით შევა საქართველოს საბრძოლო თავდადების ისტორიაში. იმიტომ რომ თავისზე ბევრად აღმატებულ მოწინააღმდეგესთან ჩვენმა გმირებმა თავისი სიტყვა თქვეს. ეს არიან წარმოდგენილი 200-ზე მეტი სპორტსმენი სხვადასხვა რეგიონებიდან. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირი შედგა, რათა ჩვენ მომავალ თაობას გაუზიაროთ ჩვენი წარსული და იცოდნენ ვინ არიან მაგათი გმირები და საიდან მოვდივართ ქართული ერი. მე ძალიან მომწონს ძიუდო, კარგი იყო ეს დღე და კარგად ვიშიამოვნე ჩემი ჭიდაობით. მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს და დამსწრენებს.